გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო. გეცოდინებათ ეზოთერიკის მოყვარულებს, რომ რეტროგრადული ვენერა დაიწყო სიყვარულის პლანეტა, გახდა უკანმავალი, ასე ვთქვათ, რეტროგრადული. Ვიცით, რომ დედამიწიდან ასე აღიქმება, თორე სინამდვილეში არც ერთი პლანეტა რეტროგრადულად არ მოძრაობს. ეზოთერიკებისთვის, ასტროლოგებისთვის ეს მოვლენა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვინც დაინტერესებული ხართ, თქვენთვის ვნახოთ ესე იგი ყოფილების, ასე ვთქვათ, ყოფილების თემა გავაქტიუროთ. რას ფიქრობს თქვენი ყოფილი, იმ შემთხვევაში თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელთანაც, ასე ვთქვათ, დაამთავრეთ თქვენ სასიყვარულო ურთიერთობა და ამ მომენტში არ გაქვთ კომუნიკაცია. თუ ყავთ ასეთი ადამიანი, ეს ვიდეო არის თქვენზე. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, წარმოიდგინოთ ვიზუალურად, თქვათ გულში მისი სახელი და დავიწყოთ. ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, ვინც წარმოიდგინეთ, მისი სიგნიფიკატორი კარტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო სწორად აირჩიეთ. თქვენი ადამიანი. ესე ჯერფასება სიგნიფიკატორი რამოდენიმე კარტი ამოვიღე, რატომღაც ასე ჩავთვალე საჭიროდ. თქვენ დასრულებული გგონიათ ეს ურთიერთობა, თითქოს თქვენი აზრით ეს ურთიერთობა დასრულდა, თუმცა ის ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, ასე არ თulis. ის ელოდება ხელსაყრელ მომენტს, რათა კვლავ გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, დაგაყენოთ არჩევანის წინაშე და თამამად იაქტიუროს. სიგნიფიკატორი არის საერთოდ აღწერილობა ადამიანის და ამის ნაცვლად ამოვიდა მისი გეგმები. აღწერილობა, რა შეიძლება ქონდეს ამ ადამიანს. ესე იგი, მოდის ძალიან ესეთი ენერგია, ეს არის რაღაც ცეცხლოვანი ადამიანი, ახალგაზრდული ენერგია ჭარბობს, უფრო ცეცხლის სტიქია მის აღწერილობაში, აუცილებელი არ არის, რომ მაინც და მაინც ვერძილო მიმშილდოსანი იყოს, თუმცა ან მარს იყავს რომელიმე ცეცხლის ნიშანში, ან დიდი რაოდენობით, ასე ვთქვათ, ცეცხლის სტიქია შეინიშნება მის პირად რუკაში. ესეთი ადამიანია. ასევე ეს არის ადამიანი, რომელიც არ ნებდება. ცოტა დიდი სიგნიფიკაცია გამოვიდა ჯერფასებო. დაახლოებით თუ მიგახვედრეთ თქვენი ადამიანის, ასე ვთქვათ, აღწერილობა და მოიცანით თქვენი ადამიანი, განაგრძეთ ნახვა. თუ არა და რა თქმა უნდა ასკროლეთ და ეს ვიდეო არ არის თქვენზე. მაშასე ვინც დარჩეთ თქვენთვის. რას ფიქრობს თქვენი ადამიანი, უფრო სწორედ დღეს კონკრეტულად, დღეს არის 7 მარტი, რას ფიქრობს თქვენზე? ძალიან მნიშვნელოვანი ხართ მისთვის. ამოვიდა ორი უმაღლესი არკანი, რაც მოწმობს იმას, რომ თქვენ ხართ ადამიანი, ასე ვთქვათ, კარმულის თქმა არ უსურს, საბედისწერო ადამიანი ხართ მის ცხოვრებაში. თქვენგან ის ძალიან ბევრს სწავლობს, ან თუ წარსულშია უკვე ეს ადამიანი და კომუნიკაცია ამასთან ახარ გაქვთ, ძალიან ბევრი რამ ისწავლა მან თქვენგან. თქვენ გამოირჩევით რაღაც სიბრძნით. მას სურს თქვენთან ურთიერთობა, თქვენთან კონტაქტი, სურს კომფორტის ზონის დატოვება, მოსვლა თქვენთან და გაგაგებინოთ, რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის. მას სურს გითხრათ რაღაც მომაჯადოებელი, მომნუსხველი, ლამაზი სიტყვები, მას სურს თქვენთან ფლირტი და საერთოდ ის ფიქრობს, რომ თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ მის ცხოვრებაში. მას მუდმივად თქვენსკენ აქვს გეზი აღებული. სადაც არ უნდა იყოს, დაუშვათ სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, მუდმივად ფიქრობს, როდის ექნება გზა თქვენსკენ.
კიდევ რა იფიქრა ამ ადამიანმა თქვენზე დღეს კონკრეტულად? ძალიან გული აქვს ნატკენი ძვირფასებო. თვარე ისევ, ის თან დაბანეულია, თან გაურკვეველ სიტუაციაშია. გულიც აქვს ნატკენი, ძალიან ბევრს ფიქრობს მომავალთან დაკავშირებით. ფიქრობს, რომ აი რას უნდა ელოდეს ის თქვენგან. თქვენ ხართ შემდგარი, თქვენ ხართ ულამაზესი, ბრძენი, ჩამოყალიბებული, თქვენ არაფერი არ გაკლიათ, მისი აზრით, რა თქმა უნდა. შესაძლებელია თქვენ საკუთარ თავს სხვაგვარად აღიქვამთ. ეს ადამიანი ასე ფიქრობს თქვენზე. თქვენ არ გაკლიათ არაფერი, არც ფინანსები, არც სილამაზე, არც განათლება. და რატომ ნერვიულობს, რატომ განიცდის? იმიტომ რომ შორს ხართ. იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ბევრი არჩევანი მისი აზრით. თქვენს წინაშე არის ბევრი სხვადასხვა ვარიანტები. ის კი გზაშია თითქოს ამ გზაზეა. მას სურს, რომ თქვენ მხოლოდ მისთვის იყოთ. მას სურს, რომ დათანხმდეთ ამაზე. კარგით, რადგან თავიდან ასე ვთქვით, რომ ეს არის ყოფილების, ასე ვთქვათ, გაშლა. თუ ის ყოფილია, ისევ რატომ ფიქრობს თქვენთან კომუნიკაციის აღდგენას? რადგან უყვარხართ ზეპასება ეს კითხვა არც უნდა ამესვა, შეხედეთ. თასების დედოფალი. თქვენ ხართ მისი სიყვარული. თქვენ მას რაღაც ძალიან ნაზი, ემოციური გრძნობით უყვარხართ. კარგით, რადგან ასე აჩვენებს კარტი. ნახოთ, რას უნდა ელოდეთ მისგან უახლოესი 1 თვის განმავლობაში. შეგეჭირფასებო, მას თქვენ, რჩევა არ მინდა მოგცეთ, მაგრამ ასე აჩვენებს კარტი, უნდა მიცეთ შანსი. ეს არის პენტაკლების ტუსი. აუცილებლად, თქვენინება, რა თქმა უნდა, რადგან მას უყვარხართ, მას აქვს გრძნობა თქვენს მიმართ. და თქვენ რატომღაც გაშინებთ, შესაძლებელია თქვენს გაქვთ გრძნობა, ან მხოლოდ იმისი გრძნობა და ის რომ ის შანსს გთხოვთ, ეს თქვენ გაშინებთ, რაღაც ბარიერებს აღმართავთ, ქარის წისქვილებს ებრძვით იქ, სადაც ტერი არ არის. დიახ, მას სურს თქვენთან ბედნიერება, ეს არის 10-იანი თასი და ეცდება, რომ ეს თქვენ გაგაგებინოთ. ეს არის კომუნიკაცია, ოღონდ რადგან აქ არის პაჟი, ხმლების პაჟი, ცოტა შეიძლება აგრესიულად მოვიდეს, რაღაცა ცოტა არასწორად მოგაწოდოთ ინფორმაცია. რატომ? იმიტომ რომ მას აგრესია ეძალება იმაზე, რომ თქვენ გეშინიათ მასთან ურთიერთობა. კიდევ რა ნაბიჯებს გადმოდგამს? აი ძალიან ნერვებზეა ადამიანი, ეცდება მანიპულაციას ჯერფასებო. სწორედ ამიტომაც არის ალბათ ყოფილი, რომ ესე არასწორად გამოხატავს თავის გრძნობებს და ემოციებს. ცოტა რაღაც ეგოცენტრიკი მეჩვენება, ეხლა ესეთი არკანები ამოვიღე. მას აქვს გრძნობა თქვენს მიმართ, უბრალოდ არაადეკვატურად გამოხატავს. კარგით, დავამატოთ ერთი არკანი, რჩევა თქვენთვის, სანამ დრო მოიწურა. იყავით თქვენთვის, არის აქტიურად, პასიურ მდგომარეობაში,
განვითარდით, მიხედეთ სწავლას, მედიტაციას და თქვენ საკუთარ თავს.